მე მართლა არ ვიცი რამე წერტილი აქვს თუ არა ამ სადამსჯელო პოლიტიკას, მაგრამ ის რომ არათუ უბრალოდ განა, იმიტომ რომ დაჭირდება ვიღაცებს საფრთხე შეექმნება, ვიღაცები პოლიტიკურ წინააღმდეგობაში მოუვლენ და ამიტომ გახდებიან სამიზნეები. უბრალოდ ამგვარ რეჟიმს ყოველთვის სჭირდება ახალი მტერი, სულ რომ არ არსებობდეს ასეთი მტერი, ის უნდა იყოს გამოგონებული, რომ მუდმივად და ჩვენ ხო ისევ და ისევ ამ პოლიტიკურ რეალობაში, სადაც ეს სოციალური, ეკონომიკური უსამართლობები, პრობლემები გროვდება, ხო, ამ პრობლემებს სჭირდება ყოველთვის გადაფარვა, რაც სხვა საკითხებით, ხო? ახალი მოგონილი მტრის დახატვა, რომელსაც იდეალურად დაბრალდება ყველა არსებული თუ წინა ისტორიული პრობლემა, ხო? ამიტომაც ასეთი მტერი ვინ როდის აღმოჩნდება, არავინ არ იცის. ამიტომაც მეც აბსოლუტურად მაგაზე ვარ, რომ ეს კონკრეტული ძალიან დიდი შეცდომა არის, რომ ვიფიქროთ, რომ ეს სადამსჯელო პოლიტიკას ყავს ერთი კონკრეტული სამიზნე, რომელიც რაღაც ტიპის პოლიტიკურ კონკურენტუნარიანობას ექვემდებარება. არ გონია ასე?